იტალიელი სანტექნიკოსი მარიო იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი შიგერუ მიამოტოს მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელიც ამავდროულად ფრენჩაიზის სახელი და იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია Nintendo სტილისმაა. ის მისი შექმნის დღიდან 200-ზე მეტ ვიდეო თამაში გამოჩნდა. გამოიყურება როგორც დაბალი პუტკუნა იტალიელი სანტექნიკოსი, რომელიც ცხოვრობს სოკოს სამეფოში. მისი მიზანია ატმის პრინცესას გადარჩენა კოოპას ბოროტმოქმედ ბოუსერისგან. მარიო ითვლება ყველაზე ცნობილ პერსონაჟად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში და პოპ კულტურის დამკვიდრებელ ხატად. მარიო გვხვდება ასევე სხვადასხვა ნაწარმში, როგორიცაა ტანსაცმელი და საკოლექციონივთები. ადამიანებსა და ადგილებს მისი მეტსახელიც კი შეარქვეს. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა როგორც დონკი კონგის პერსონაჟი კომპიუტერის თამაში. მიამოტოს სურდა პოპაის პროტაგონისტად გამოყენება, მაგრამ როდესაც ვერ მიაღწია სალიცენზიო უფლებებს, მის ნაცვლად შექმნა მარიო. მიამოტო ელოდა, რომ პერსონაჟი არაპოპულარული იქნებოდა და გეგმავდა მის გამოყენებას პატარა თამაშებისთვის. თავდაპირველად მას მისტერ ვიდეო ერქვა, მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს მარიო. მარიოს სეგალეს პატივსაცემად. მარიოს ტანსაცმელი და მახასიათებლები ჩამოაყალიბეს დონკი კონგის შექმნის შემდეგ. სწორედ დონკი კონგის შექმნის შემდეგ შექმნა შიგერუ მიამოტო მარიო, Nintendo-თვის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშზე მუშაობის დროს. წინა თამაშებმა, მაგალითად როგორიცაა შერიფი, ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორიცაა ნამკოს პაკმანი. ვინაიდან მიამოტო ვერ იძენდა პერსონაჟების გამოყენების ლიცენზიას, გადაწყვიტა შეექმნა usახელო მოთამაშის პერსონაჟი დონკი კონგთან და ლეიდისთან ერთად. დონკი კონგის საწყის ეტაპზე თამაშის მთავარი მისია იყო ლაბირინთიდან გაქცევა, ხოლო მარიოს აღტომის უნარი არ ჰქონდა. თუმცა მიამოტომ მალევე შემოიტანა ხტუნვის შესაძლებლობა პერსონაჟისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გმირის სახელი არ იყო დასახელებული დონკი კონგის იაპონურ გამოცემაში, მას ეწოდა მხტუნავი კაცი თამაშის ინგლისურ ინსტრუქციებში. მიამოტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ გამოეყენებინა მარიო თავის ყველა თამაში. არამნიშვნელოვან პერსონაჟად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ თამაში შეიძლება გამოჩნდეს, ოღონდ დიდი დროით არა, რადგან მიამოტო იმ დროს არ ელოდა, რომ პერსონაჟი პოპულარული გახდებოდა. ამ მიზნით კი თავდაპირველად პერსონაჟს მისტერ ვიდეო დაარქვა. მარიო იმდენად ლეგენდარულ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომ სხვადასხვა დროს აუქციონებზე მასთან დაკავშირებული არაერთი ნივთი გაყიდულა. იგივე 2021 წელს 1985 წლის პირველი სუპერ მარიოს გაუხსნელი Sega Genesis-ის დისკი გაიყიდა, რომელშიც მყიდველმა $2 მილიონი გადაიხადა. ამ მიმართულებით რეკორდი 1987 წლის Zelda-ს ლეგენდას ეკავა 870,000-ით, ხოლო მოგვიანებით 1996 წლის სუპერ მარიოს 64-ს, რომელიც $1,5 მილიონად გაიყიდა. ასევე 2015 წელს კომპანია Dark House-მა, რომელიც ძირითადად კომიქსების შექმნით არის დაკავებული, სუპერ მარიოს შესახებ ენციკლოპედია გამოსცა. წიგნში მოგროვილია ინფორმაცია Nintendo-ს ფაქტობრივად ყველა თამაშზე 1985 წლის სუპერ მარიო ბროსის დაწყებიდან 2015 წელს სუპერ მარიო 3D World-ის გამოშვებამდე. ავტორებმა ენციკლოპედიაში განიხილეს ასობით პერსონაჟი, ნივთი, დაბრკოლება, მტრები, ბაგები, ტრიუკები და ის ყველაფერი, რაც იტალიელ ძმებს 2015 წლამდე თავს გადახდათ. ის 256 გვერდისგან შედგება და ფასი $40-ია. მარიოს აქვს საკუთარი გასართობი პარკიც, რომელიც ოსაკაში მდებარეობს და 2021 წელს Nintendo-მ გახსნა. პარკში შესვლა სამუშაო დღეებში დაახლოებით $70 ჯდება, ხოლო არასამუშაო დღეებში 75. პარკის შესასვლელი გაკეთებულია გიგანტური მწვანე მილისგან, რომლითაც თამაში მარიო სხვა სამყაროში გადაინაცვლებს ხოლმე და ამ შესასვლელით ჩვენ ხვდებით უამრავი ატრაქციონების, ანიმატორებისა და სხვადასხვა გასართობების სამყაროში. პარკთან ახლოს კი განთავსებულია Nintendo-ს ოფიციალური მაღაზია, სადაც მარიოს გარდა მათი სხვა თამაშების პერსონაჟების ატრიბუტიკა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი. გეტყვით იმასაც, რომ სუპერ მარიოს პარკი გასულ წელს უკვე ამერიკაშიც გახსნეს ორლანდოსა და ლოს-ანჯელესში, უბრალოდ აქ შესვლა იაპონიასთან შედარებით უფრო ძვირია და $109 ჯდება. მარკეტინგული თვალსაზრისით მარიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ბრენდად იქცა, მხოლოდ სუპერ მარიო ბროსის ორიგინალ ვერსიას 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული, მთლიანად კი სუპერ მარიო სერიამ 800 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა, რაც მას ვიდეო თამაშების ისტორიაში უმსხვილეს ფრენჩაიზად აქცევს. ის არა მხოლოდ კონსოლებზე, არამედ მობილურ პლატფორმებზეც წარმატებულია, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის აუდიტორიას. მარიომ კულტურულ დონეზე იმ დროისათვის თითქმის დაკარგული ვიდეო თამაშების ინდუსტრიის გადარჩენას შეუწყო ხელი. 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისის შემდეგ, როცა ბაზარი ამერიკაში თითქმის ჩაიკარგა, Nintendo-მ სწორედ ამ პერსონაჟის დახმარებით შეძლო ახალი სიცოცხლის შთაბერვა და მომხმარებლის ნდობის დაბრუნება. მარიო იქცა არა მხოლოდ თამაშის გმირად, არამედ კომპანიის სიმბოლოდაც, რომელიც მსოფლიო პოპ-კულტურის ნაწილია. პერსონაჟმა სამუდამოდ შეცვალა ინდუსტრია იმით, რომ დაანახა სამყაროს, რომ ვიდეო თამაშებს შეუძლიათ იყვნენ არა ერთჯერადი გასართობი, არამედ მდიდარი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, დიზაინს და ინტერაქტიულობას. მისი გავლენა იგრძნობა ყველა თანამედროვე პლატფორმერულ თამაში, ხოლო თავად პერსონაჟი დღემდე რჩება ვიდეო თამაშების სამყაროს ყველაზე ცნობილ და საყვარელ გმირად.